მეტონიძე საქართველოს ყურთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი, ანა გაბრიჭიძე საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტუდენტური ასოციაციის პრეზიდენტი. მოგესალმებით და მადლობა რომ ხართ ჩემთან. მე დასაწყისში ვთქვი რომ დღეს არის ჟესტური ენის საერთაშორისო დღე მეთქი, მაგრამ აღმოჩნდა რომ ხვალ მე შევიყვანე მაყურებელი შეცდომაში და საინტერესო პროექტები და საინტერესო მიმართულებები გაქვთ და რამდენადაც ვიცი 13 საათზე ხვალ დაგეგმილი არის საინტერესო ღონისძიებაც. ამის შესახებ მოგვიყევით პირველ რიგში და შემდეგ უკვე განვარცხოთ თემა, რომელიც უკავშირდება ზოგადად ჟესტურ ენას. მადლობა შესაძლებლობისთვის, მოწვევისთვის. საქართველოს ყურთა კავშირი უერთდება მსოფლიო ყურთა ასოციაციის მიერ დაწესებულ კვირეულს, რომელიც იწყება სექტემბრის ბოლო კვირიდან და მთავრდება თვის ბოლოს, სექტემბრის ბოლოს. ამ კვირეულში დაგეგმილი არის 23 სექტემბერი, ეს არის ყველა მთელი მსოფლიო აღნიშნავს ჟესტური ენის დღეს. ჟესტური ენა განსხვავებულია ყველა ქვეყანაში. რატომღაც საზოგადოებაში არის ესეთი აღქმა, რომ ჟესტური ენა არის ერთი, ესე არ არის და რაც თავარია საქართველოში აღიარებულია ჟესტური ენა. როგორც ენა, ანუ მიენიჭა სტატუსი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და 23 სექტემბერს სწორად დაემთხვა ეს ძალიან გრანდიოზული ინოვაციური პროექტი. ეს არის სამედიცინო აკადემიასთან მემორანდუმი, სადაც არჩევით საგნად იქნება ჟესტური ენა. და რაც მთავარია, ნებისმიერი პროექტი უნდა იყოს საზოგადოებისთვის სასარგებლო. ეს იქნება ოჯახის ექიმები, რომლებიც ისწავლიან ჟესტურ ენას და თავიანთ პაციენტებს გაესაუბრებიან ჟესტურ ენაზე. ეს არის ყველაზე საუკეთესო პროექტი, რაც კი ჩვენ გაგვიკეთებია ორგანიზაციას და არ შემიძლია მადლიერი არ ვიყო ამ უნივერსიტეტის, რომელსაც პირველმა შექმნა და გააკეთა ეს ძალიან მნიშვნელოვანი აქტივობა, რომელიც გაგრძელდება, ასე ვთქვათ, უსასრულოდ. მე ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს. სანამ უშუალოდ თემას ჩავშლით და ისტორიულ ჭრილშიც განვიხილავთ ჟესტური ენის პრეისტორიას, ასე რომ ვთქვათ, საინტერესოა თქვენი ჩართულობა ამ საქმეში, საიდან გამომდინარეობს? დიახ, მე როგორც აღნიშნეთ, ვარ საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტუდენტური ასოციაციის პრეზიდენტი. გარდა ამისა, დღესაც წარმოვადგენ თბილისის სამედიცინო აკადემიას, რომელიც დავამთავრე ივლისში. და ეს იდეა დაგვებადა იმის ფონზე, რომ ჩვენ ვაკეთებთ ძალიან ბევრ პროექტს, რომელიც მიძღვნილია ინკლუზიურობის მიმართ. და ასეთი ერთ-ერთი პროექტიც გქონდა, რომლის ფარგლებშიც გქონდა იდეაში დაგეგმილი უბრალო სალექციო ხასიათის შეხვედრა ქალბატონ მაიასთან უნივერსიტეტში და ამ ლექციაზე იმდენად ბევრი ინფორმაცია მივიღეთ ჟესტურ ენასთან და სმენადაქვეითებულ და ყრუ პირებთან დაკავშირებით, რომ ჩვენი შეხედულებებიც ბევრ რაღაცაზე ძალიან შეიცვალა და დაგვებადა ესეთი იდეა, რომ ჯერ ჩვენ თვითონ მოგვინდა რომ შეგვესწავლა ჟესტური ენა და შემდეგ ჯერჯერობით არა, მაგრამ ძალიან ვარ დაინტერესებული და აუცილებლად ვაპირებ რომ შევისწავლო. და დაგვებადა ესეთი იდეა, რომ რატომ მარტო ჩვენ გავზარდოთ ექიმები, რომლებიც იქნებიან ნამდვილად ინკლუზიურები და რომლების მიმართაც პაციენტებს ექნებათ ძალიან დიდი ნდობა. იმიტომ რომ როგორც ქალბატონმა მაიამ იმ შეხვედრაზე აღნიშნა, ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის ვიზიტი კლინიკაში არის ძალიან სტრესული. ისინი არ ენდობიან ექიმებს, იმიტომ რომ მათთან არ შეუძლიათ სრულფასოვანი კომუნიკაცია. არ აქვს საკმარისი რაოდენობით თარჯიმნები ჟესტური ენის, რომელიც მათ დაეხმარებიან კომუნიკაციაში. ჟესტური ენა არის დამოუკიდებელი ენა, შესაბამისად აქვს თავისი გრამატიკა, ასე რომ წერითი კომუნიკაცია ექიმსა და პაციენტს შორის ვერ შედგება. და თუ პაციენტს მიყვება ოჯახის წევრი, რომელიც მას უთარგმნის, ამ შემთხვევაში ირღვევა პაციენტის უფლებები. იმიტომ რომ ყველა პაციენტის ინფორმაცია არის კონფიდენციალური და მათ აქვს თავიანთი არჩევანის უფლება, რაც იმ შემთხვევაში თუ მას სხვა უთარგმნის და ჭირდება შუამავალი, არ არის სრულფასოვანი.
და ძალიან გვიხარია, რომ თბილისის სამედიცინო აკადემიამ მოგვცა იმის საშუალება და დაგვიდგა გვერდში ამ ინიციატივაში, რომ ბოლომდე მიგვეყანა ეს პროექტი და საბოლოო ჯამში განვეხორციელებინა. მომდევნო წლის მარტიდან ჩაეშვება უკვე კურიკულუმში ეს პროექტი. არჩევით საგნად, ხო? როგორ გონია დაინტერესება რამდენი დიდია, ვთქვათ, ამ ეტაპამდე ალბათ რაღაცა წინაპირობა გაქვთ ამის შეშ. კი, სარეგისტრაციო ფორმული გვაქვს ხვალინდელი ღონისძიების და ერთ-ერთი კითხვა მოიცავს შეისწავლიდით თუ არა ჟესტურ ენას როგორც არჩევით საგანს და 96%-მა სტუდენტების აღნიშნა, რომ კი შევისწავლიდი და ამიტომ ძალიან დიდი ინტერესი არის მედიცინის სტუდენტებისგან განსაკუთრებით და ნამდვილად ჩამოაყალიბებს მომავალ ექიმებს როგორც ძალიან ემპათიურ და სანდო ექიმებად. კარგი იქნება თუ სხვა უნივერსიტეტებიც შემოუერთდებიან ამ ინიციატივას. სხვა ქვეყნის პრაქტიკები როგორ არის ქალბატონო აი ამ საგანთან დაკავშირებით თუ არის პრაქტიკაში? ჩვენთან საქართველოში მოგეხსენებათ და ძალიან ბევრ ქვეყანაში ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ჟესტური ენა სასწავლო პროცესში იყო აკრძალული. ვინაიდან აქ იყო სამედიცინო მიდგომა, რომ ჩვენ ხო ადამიანები უნდა გადავაკეთოთ და მოვირგოთ. ხო? ჩვენ ხო მათ საჭიროებებზე ნაკლებად ვიცოდით და გვქონდა ინფორმაცია სამწუხაროდ. შესაბამისად, ჟესტურ ენას არ ქონდა პოპულარიზაცია საზოგადოებაში პირიქით. ამიტომ ძალიან დიდი შრომა დაგვჭირდა იმისთვის, რომ ჟესტური ენა გამختارიყო ყველასთვის, როგორც ქალბატონმა ანამ აღნიშნა, ნიშნულობა ექიმმა როგორ იცის ენა და როგორ ესაუბრება პაციენტს, ხომ? ჩვენ ყველა როდესმე ყოფილვართ პაციენტები, ხო? როგორი დაძაბულია პაციენტი ამ შემთხვევაში, როდესაც არ გესმის წარმოიდგინეთ ექიმის და თარჯიმნის მეშვეობით ხდება ანამნეზის შეკრება, ანამნეზი რომელიც არის გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი დიაგნოზის დასმისთვის, ხო? გარდა იმისა, რომ გარემო უნდა იყოს კეთილგანწყობილი, ხო? ექიმსა და აბსოლუტურად უცხოა ექიმი მისთვის. ამ შემთხვევაში თარჯიმანი მიყვება, რომელსაც არ აქვს ხომ კვალიფიკაცია ვიწრო სპეციალობის, მაგალითად ენდოკრინოლოგია, ნევროპათოლოგია, უამრავი რამე. შეიძლება იქ არასწორად, არაზუსტად იყოს ინტერპრეტირებული განცდები პაციენტის და ეს გამოიწვევს გარდა იმისა არასწორ დიაგნოზის დასმას ხშირ შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო დაგვეწყოს სწორედ ექიმებიდან. იმიტომ რომ უსაფრთხოება, ჯანმრთელობა ეს არის ყველა ადამიანისთვის პირველი. რაც შეეხება თქვენს სურვილს, რომ გადაიღებს ალბათ ყველა უნივერსიტეტი, დიახ, სურვილი ესე ყველას აქვს, მაგრამ მე გამოყოფდი ამ ძალიან ძლიერ ჯგუფს. გჭირდება, გინდა გააკეთო, გასაგები ყველას უნდა, ყველა უნივერსიტეტს დარწმუნებული ვარ, მაგრამ ძალის ხმევა ჩადო უნივერსიტეტმა და ასოციაციამ. აი სტუდენტები არის ჩემთვის ხვალინდელი დღე, მომავალი და ამ საზოგადოებას დარჩება ნასწავლი, მაღალკვალიფიციური და განათლებული საზოგადოება, რომელიც შექმნის ყველგან ინკლუზიურ გარემოს. აი ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს ამ მომავლად. შეგიძლიათ რამე გითხრათ ჟესტურ ენაზე? მე მინდა რომ თქვენ ყველას მოგილოცოთ ხვალინდელი დღე, ეს არის მსოფლიო საერთაშორისო ჟესტური ენის დღე და აი ამას ვიტყვი. ჟესტურად გილოცავთ საერთაშორისო ჟესტური ენების დღეს. ჟესტური ენა ყველასთვის. ძალიან ლამაზად გამოიყურება, მინდა გითხრათ ჟესტური ენა. კარგი იქნება თუნდაც აი ელემენტარულ რაღაცებს საზოგადოებაშიც თუ გავიტანთ და ჩვენც გვეცოდინება. თუნდაც ერთი წინადადება. დავამატებდი, რომ ყველა ტელევიზიებში მინდა რომ რაღაც გარკვეული დრო იყოს იმისთვის, რომ
თარჯიმანმა თარგმნოს მნიშვნელოვანი სამუშო გადაცემები, თუნდაც ჩვენ ხო ძალიან კარგი ყრუბავშვები ყავს და სმენა დაგვედი, რომელთაც ხელმისაწვდომი არ არის არც ერთი ინფორმაცია. აი განცდა იმისა, რომ თითქოს ჩაისუნთქეს და მოსუნთქვა უჭირს, როცა ინფორმაცია, აი ეს განცდა და აი მინდა რომ აი ყველა გარემო იყოს მათთვის ხელმისაწვდომი, სადაც კი ისინი არიან, თუმცა აღნიშნავ, პალტრა ნიუს უყურებს ძალიან ბევრი, იმიტომ რომ თქვენ ძალიან ბევრი გადაცემებში გაქვთ ტიტრები. და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა. მადლობა თქვენ, ძალიან დიდი მადლობა. გიერთდებით იმ სურვილში, რაც ახლა ბოლოს გავხდით. შევახსენოთ მაყურებელს მაია მეტონიძე, საქართველოს სკოლთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი და ანა გაბრიჭიძე, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტუდენტური ასოციაციის პრეზიდენტი გახდნენ ჩვენი სტუმრები და ვფიქრობ, რომ ძალიან ემოციური და საინტერესო საუბარი ქონდა ჩვენ სტუმრებთან.